რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ხარჯები გასულ წელს. თუ ჩვენი რეპორტაჟის მიხედვით ვიმსჯელოთ, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება, მაგალითად საპირფარეშო, რომელიც სოფელ ქობულეთის მცხოვრებთა მოთხოვნით 4 თვის წინ აშენდა, დღეს უკვე ამორტიზებულია, საპირფარეშოს ინვენტარი კი მოპარული. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ საბიუჯეტო თანხებით აგებული საპირფარეშოს გაქურდვის ფაქტის მოკვლევას არა სამართალდამცავები, არამედ გამგებელი საკუთარი მეთოდებით ცდილობს. 4399 ლარის ღირებულების საპირფარეშო სოფელ ქობულეთის ცენტრში აშენებიდან მეოთხე თვეს ასე გამოიყურება. სახურავის არარსებობის გამო წვიმის წყალმა ფასადიდან საღებავი ჩამორეცხა. უფრო მეტიც საპირფარეშოში დამონტაჟებულ ნიჟარებს ონკანები არ აქვს. ტუალეტის სახურავზე მოთავსებულ ავზზე კი წყლის მიმწოდებელი მილი არ არის შეერთებული. უწყლოობის გამო საპირფარეშოში ანტისანიტარიაა. ამ თემაზე საუბარი მაცნესთან დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ არ ისურვა. ეს არის დაბეჭავება ხალხის, უპატივცემულობა პირადობისა, პირადულად რომ ადამიანს პატივს აძლევს. რაც აკეთებ, ამას თუ იქაც წყალი არ იქნება. რა აზრი აქვს მაგის გაკეთებას? საპირფარეშო სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში აშენდა. გამგებლის ინფორმაციით მოსახლეობამ პრიორიტეტულ პრობლემად სწორედ ეს დაასახელა. მისი განმარტებით სამუშაოები ხარისხენად შესრულდა, პროექტი მხოლოდ შენობის აშენებას, უნიტაზისა და ნიჟარების დამაგრებას ითვალისწინებდა. გამგებელი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ონკანები ღამით მოიპარეს და ამ საკითხზე მოკვლევას აწარმოებს. წყალი არ იყო, წყალი გათვალისწინებული მიყვარა, არ იყო გათვალისწინებული, შეჩადებული მე როგორც ვიცი, რაც გათვალისწინებული იყო ის დახარჯული, აწესებული, მხოლოდ შიგ რაც გამყანილობა იყო, ისეც მერე დაშალა ვიღაცამ და მოიპარა. მე თვითონ ვიგულებდი, ვინ მოიპარაო ჩემი ძალები, მაგრამ ჯერ ვერაფერი ვერ დავადგინე, ვინ მოხდა იგი. რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა სოფელ ქობულეთის ცენტრში აშენებულ საპირფარეშოსთვის თანხა. ამ კითხვით მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ. უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაოები 2 ეტაპს მოიცავდა და იგი ყველა სტანდარტის დაცვით შესრულდა. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანონი შავიშვილი ამბობს, რომ საპირფარეშომდე წყლის მიყვანა სოფლის მოსახლეობის ვალდებულებაა. აღნიშნული საპირფარეშოს მშენებლობა 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ამ შენობის, ანუ საპირფარეშოს შენობის აშენებას და მის შიდა მოწესრიგებას. მეორე ეტაპით შეძენილი იქნა მილი, რომლის მიერთებაც უნდა მომხდარიყო ადგილობრივი ძალების მეშვეობით. სამუშაოების ხარისხენად ჩატარების შესახებ არსებობს შესაბამისი დასკვნა, შესაბამისი სამსახურების მიერ გაკეთებული და მის შემდეგ მოხდა ამ შენობის გადმობარება, უბრალოდ ჩაბარება. სოფელ ქობულეთში 2013 წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში კულტურის სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლისთვისაც 38030 ლარი იყო გამოყოფილი. შენობა დღეს დაკეტილი დაგხვდა.